რას ეტყოდით ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს? დაიჭი. არა, იმან არა, მე? რას ეტყოდით ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს? პირდაპირ თქვა. კი. ყრი არის. ყველა რას ეტყოდით ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს? იმას არ ეყოლება შეყვარებული, მაგრამ ეტყოდი რომ ჭკუა სად ქონდა მე რო გამომიშვა. უპატრონად თან. და რატო არ ეყოლება? რა ვიცი, მე რო გოგო გამომიშვებს, არ ამგონია ვინმე კაცმა შეხედოს მე. რატო? რა შენ დამიწუნებდი ამას? თქვენ თვლით რომ კარგი იყავით და არ უნდა გაეშვით, ანუ? თვლი არა ესეა. ეხლა მე სად უნდა მაჩვენოთ? ტელევიზია არის, ონლაინ ტელევიზია, რა ხდება ქვია? აქ წარმოტევებს გის. ასევე, მადლობა. ისე ხო კარგად უთხარი. კი. მაგარი ბანძი კარგი. წყალიანა, მე ვაფშე გასაწყობდება. ცოდოა, მაინც მეცოდები. ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს რას ეტყოდით? ის რომ მიყვარს. რა ვიცი რა. ანუ ეხლა ყოფილი რომ ყავდა რა, ეხლა შეყვარებული ყავს. მithქვას მიყვარს, მაგრამ ანუ იცით როგორ მოგითხრათ აბა. ჯერ არ არის მზად ასე რომ ვთქვა თვითონ რა. ამის პასუხს ველოდები. არა, ვერ გაიგეთ კითხვა სწორად. ყოფილი შეყვარებული ხო ყავდათ? დიახ. და აი მის ახალ შეყვარებულს რას ეტყოდით? არ ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებს. რას ეტყოდით ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს? ძალიან მაგარი გოგოა და ძალიან მომწონს ის გოგო და ვეტყოდი რომ მადლობა რომ ადამიანი მომაშორი ჩემი ცხოვრებით. რას ეტყოდით ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს? ძალიან გაუმართლა რომ ჩემი შეყვარებული აღარ არის მე პირადად. დანარჩენი თვითონ იცოდეს, ანუ გამონაცვალი არავის ჭირდება. რას ეტყოდით ყოფილი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს? აუ, სადაც ნახო. რატო? აუ, არა. კიდე გიყვარს? ერთმა ხელი მოუგო. აი მე ისეთ ასაკში ვარ ახლა რომ ყოფილი შეყვარებულის ახალი შეყვარებული ხარ. ვეღარ ვფიქრობ მაგას. აუ, არაფერს ბედნიერებას უსურვო. თვითონ ყოფილს? თვითონ ყოფილს? არაფერს. არ უსურვებდით ბედნიერებას? მაგას არა. რავი, იყოს თავისთვის კიდია. წარმატებები. აბათ რა. თვითონ წადე, ყოფილს? აბათ წადე. თვითონ ყოფილს მადლობა, კარგია. რას ეტყოდით ყოფილის ახალს? ვერ გავიგე. რას ეტყოდით ყოფილის ახალს? ყოფილის ახალს? ეს აიდუმო. რას ეტყოდით ყოფილის ახალს? არა.